მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, ჩემი არხის ერთგულო მაყურებლებო. მოგესალმებით, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ბედნიერებას, წარმატებას, სიხარულს. ეხლა ვნახოთ ესეთი თემა, The Angel's Message. ვისი გადმოცემა სურთ ჩვენ მფარველ ანგელოზებს? ეხლა, ორ პოზიციაზე გავშლით, თქვენ აირჩიეთ პოზიცია. პირველი ან მეორე. ვისი გადმოცემა სურთ ჩვენ მფარველ ანგელოზებს ეხლა, აი ამ პერიოდში, ეხლა, ამ აწმყო დროში, რას გვეტყოდნენ ჩვენი მფარველები? პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია. პირველ რიგში ფონი ორივესთვის არის ის, რომ იხალისეთ, მიიღეთ ცხოვრებისგან სიამოვნება, იყავით დადებით ენერგიაზე, დადებით განწყობაზე, წადით მეგობრებთან ბუნებაში, ეხლა კაი ამინდები გამოვა მალე, დათბება და თქვენ თავს მოუწყვეთ ზეიმი. დავიწყებ პირველი პოზიციით. რასაც თქვენ გეგმავთ ეხლა, ძალიან კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ ზაფხულისთვის მიღწევადი იქნება. ეხლა დაგეგმეთ, რომ ზაფხულში შეგიცრულდეთ. მერე გექნებათ პირადში, ესეთი დასაფიქრებელი სიტუაცია. აქ ამოდის ადამიანი წარსული ცხოვრებიდან, რომელმაც გული გატკინათ, ყოველ შემთხვევაში ესეთი მესიჯი ამოდის, პირველი პოზიცია. თუ რეზონირდება, კარგი თუ არა და მაშინ გადადით სხვა არხზე. და ამ ადამიანმა, რომელმაც გული გატკინათ, ეს გულის ტკენა დღემდე გახსოვთ, ვერ ივიწყებთ თითქოს წარსულიდან, უკვე წასულია ეს ადამიანი და გზის გასაყარზე, ამიტომ ბევრ პირად ფსიქოლოგიურ დაბრკოლებას გიქმნით ეს სიტუაცია. მაშ პირველი პოზიციისთვის რა იქნება ოპტიმალური გამოსავალი? რას ურჩევენ პირველ პოზიციას? გამოსავალი. გამოსავალი იქნება ის, თუ თქვენ მოიშორებთ თქვენ კომპლექსებს, თქვენ დარდებს, თქვენ ფიქრებს, რომელიც გაწუხებთ, ეს პირადზეა, თუ თქვენ პრობლემებს ეხება, რაღაცნაირად ეს შიში, ეს კომპლექსი უნდა ამოიღოთ აუცილებლად, იმიტომ რომ ეს გიქმნით დისკომფორტს, თქვენს წარმატებას აფერხებს, აქ ხდება ბლოკი და ამოდის გამარჯვება, როგორც კი თქვენ გადადგავთ ამ ნაბიჯს და ამ შიშებს, ამ რაც გაწუხებთ რა. ეს იყო ადამიანი, ეს იყო სიტუაცია, რა აქვს მნიშვნელობა, რამაც გადაკიკეთათ, გული გატკინათ, ტრავმა მოგაყენათ, ხო, ფსიქოლოგიური, შეიძლება ფიზიკურიც. უნდა დაივიწყოთ, როგორღაც უნდა აიყვანოთ თქვენი თავი ხელში, დაივიწყოთ და მერე მოდის გამარჯვება. უნდა გაიმარჯვოთ თქვენ ამ უარყოფით ენერგიაზე, უარყოფით ფიქრებზე და ამ გულტკენაზე. მესმის, რომ ძალიან ძნელია, მაგრამ ამ შემთხვევაში ხა მე ვეკითხები რჩევას და რჩევა ასეთი, ხო? ეს პირველი პოზიცია, ხა მეორე. რას გვირჩევენ ჩვენი მფარველები? მეორე პოზიცია ვინ ჩაიფიქრა? ეხლა ხართ არაორდინალურ მდგომარეობაში. რაღაცა გაწუხებთ, რაღაცა სწონით, რაღაცა გადაწყვეტილებას იღებთ. არ იცით ზუსტად სწორად მოქმედებთ თუ არა
თითქოს ყველაფერი ისე დატრიალდა როგორც ადრე, იმიტომ რომ აქ ამოდის The Well, ეს არის ბორბალი, ბედის ბორბალი. ეს არის კარმული სიტუაცია. შეიძლება რაღაცა იყო თქვენ ცხოვრებაში პრობლემა და ააშავეთ ან რაღაც არასწორად მოიქეცით და ახლა გიბრუნდებათ. მაგრამ ნახეთ, ეს არის დროის ანგელოზი, რომელიც წყვიტავს იმ შემთხვევაში, როცა თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომელ გზას აირჩევთ. ანუ მოინანიებთ ამ ყველაფერს, გაუშვებთ, იტყვით, მაპატიე, თუნდაც სამყაროში. მე დამნაშავე ვიყავი და გავაცნობიერე ეს ჩემი დანაშაული და ეხლა მინდა სიკეთის გზა ავირჩიო. ან არადა, ანუ წონის რა, დროის ანგელოზი ამოვიდა და მეორე პოზიციისთვის, აბა, რა იქნება ოპტიმალური გამოსავალი, რას ურჩევენ მფარველი ანგელოზები მეორე პოზიციას. ძალას, უნდა მოიკრიბოთ ძალა, კარგი კარტი ამოდის, იმედის მომცემი, თქვენში ხედავენ პოტენციალს ზემოდან, თქვენი მფარველები, მაგრამ ეს ძალა არის მხოლოდ თქვენში, ანუ ჩაბუდებული. ეს ძალა უნდა ამოიღოთ ზემოთ, მოიკრიბოთ, თქვათ, რომ მე ყველაფერი შემიძლია და მოდის ახალი ადამიანი. აქ გამოჩნდება მამაკაცი, სავსე გრძნობით, ცეცხლოვანი, ენერგიული, ან და ახალი დასაწყისი თქვენი ცხოვრების აყვავების, სტაბილურობის და ბედნიერების მომტანი, როგორც კი მოინანიებთ ამ არ ვიცი რა იყო წარსულში, დაკავშირებული იყო ბევრ რაღაც საკითხთან, თქვენ გულში ჩაიხედეთ, მე არ ვიცი ხა ეს დეტალურად მე ვერ გავშიფრავ, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი ნიუანსებია და ძალიან ბევრი საკითხებია, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ, პირადში რომ იყოთ, დაგელაპარაკებოდით, მაგრამ ეხა საჯარო გაშლა, ხო? მოხდა ისეთი სიტუაცია, რომ რაღაცა მოხდა წარსულში. ამ წარსულში იყო ჩარეული ბევრი სხვადასხვა სიტუაციები და ეხლა რახან კარმული წელია ეს 2024, გამოცხადებულია ოფიციალურად. ამიტომ გიბრუნდებათ ეს და კიდე გაძლევენ შანსს, ანუ დროის ანგელოზი, რას ნიშნავს? წონის. ეხლა იწონება თქვენი მოქმედება, ანუ როგორი იქცეოდით ამ წლების განმავლობაში, რა შვებოდით, ანუ მეტი სიკეთე თუ გაქვთ გაკეთებული, მეტი გულმოწყალება, მეტი გაცემა, მეტი დახმარება ადამიანებისთვის. ოღონ ეს ადამიანები უნდა იყვნენ უცხოები, სრულად უცხოები. ის რომ ახლობლებს ეხმარებით, ოჯახის წევრებს ეხმარებით, ნათესავებს ეხმარებით, მეგობრებს ეხმარებით, ეს არ ითვლება. ამ შემთხვევაში აქ პირდაპირ მოწყალებაზეა საუბარი. სიკეთის კეთება და მოწყალება უნდა იყოს უცნობი ადამიანის სრულად. და ამ ყველაფრის მერე, როცა გადაიწონება თქვენი გაკეთებული სიკეთეები, ნახეთ, გამოვა განაჩენი. დავტოვოთ ეს ადამიანი, გადავიყვანოთ მაღალ ეტაპზე, მაღალ საფეხურზე, მოგენიჭებათ ძალა, ამ შემთხვევაში ეს გონიერებაც არის და იწყება ახალი ცხოვრება. ეს ან ახალი ადამიანი, ან თქვენი აყვავების ხანა. მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ცხოვრებიდან გამომდინარე, თქვენი მოქმედებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ თავისუფალ ნებაში კიდევ ერთხელ ვიძახი, არც ერთი ძალა არ ერევა. აქ დედამიწაზე ჩვენ ვინც ვართ ადამიანები, ყველას მოგვეცა ღვთისგან თავისუფალი ნება. ამას არ არღვევს არც ერთი ძალა. იმიტომ რომ ღმერთმა მოგცა ეს სრულფასოვნებიანი, ანუ სრულუფლებიანი თავისუფალი ნება ყველა ადამიანს, როგორც მის ხატად და მის მსგავსად შექმნილს ღვთის ნაწილაკებს. თქვენ თუ თვლით, რომ ხართ ღვთის ნაწილაკი და ღვთის შვილი, თქვენც მოგეცემათ ეს ძალა.
მაგრამ თქვენ თუ თვლით დარვინის თეორიის მიხედვით, რომ მაიმუნის ხგან ხართ და თქვენი წინაპარი იყო მაიმუნი, მაშინ ცხოველურ ინსტინქტებზე აქ საუბარი და ხა რა ადამიანობაზე და რა გონიერებაზე და მით უმეტეს რა სულიერებაზე უნდა გესაუბროთ თქვენ. ანუ ვისაც თქვენ თვლით თქვენს მამად, თქვენ მშობელად და გჯერათ ამის, აი ზუსტად ისე იქნება, იმიტომ რომ რწმენა მან შენმან განკურნოს და გადაგარჩინოს შენ. აი ამ მოკლე ვიდეოთი გემშვიდობებით, აბა თქვენიცი წარმატებები.